ბავშვები 402 ოთახიდან. მისის მაკკოის ფისუნია ბიჟუნა. ამინდაურმა განსაკუთრებით მომხიბლა. ძალიან რეალისტურია, ამიტომაც შევარჩიე ეს ნახატი როგორც ხელოვნების საუკეთესო ნიმუში. თუმცა მთლიანობაში მართალი კითხვით არც თუ ისე შთამეჭდავია. მხატვარმა როგორც ჩანს სადღესასწაულოს უბრად ახატა. ხო, მაგრამ კოვზები სადღაა? გეკითხებით და მიპასუხეთ, ეს რა ოჯახია, დილით დგებიან, საკვირაოდ გამოეწყობიან, სუბრას მიუძღდებიან და რითაპირებენ წვნიანის ჭამას ხელით, თუ ჭამებში თავს ჩაყოფენ და ისე შეხრებენ. კეთილი, პოლი. ხორები ხომ არ არიან? მადლობთ, პოლი. ერთი წუთით მის გრეივს აღშფოთებას არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაუშვეს ხელიდან შანსი სათანადოდ დაეფასებინათ და ეღიარებინათ კოვზის ღირებულება. რა უმადურობა! ნამდვილად. პოლი, შენი დრო ნამდვილად ამოიწურა. ხატრული ნამუშევრების განხილვა დღეისათვის დასრულებულია. ხელოვნების სხვა ნიმუშებს ვეღარ განვიხილავთ. ნენსი, ჯორდან, თქვენი პროექტი შემდეგ კვირაში მზად უნდა იყოს. რა ცუდია, რომ დრო აღარა გვაქვს. მინდოდა ლეონარდო და ვინჩის ნახატებში ჭურჭლის ნაკლებობაზე მესაუბრა. დღეს ფრენბურთს თამაშობთ. მოკლედ, შენთან პროექტზე სამუშაოდ ხვალ მოვალ. მოდი შენთან იყოს. არ გამოვა ამ დღეებში ვინი და ჯესი იყვნენ ჩვენთან. ამის მერე დედაჩემი მთელი კვირა სახლის დაალაგებას უნდება ხოლმე. მაშინ უკეთესი იდეა მაქვს, მოდი ბიბლიოთეკაში წავიდეთ. არა, მის ჩემნია შენთან ვიმუშაოთ. თუ მოგშვი და მაცივარში ყოველთვის რაღაცას ვიპოვით. ტუალეტში თუ მოგვინდა ისეთ ტუალეტში მაინც არ მოგვიწევს შესვლა, სადაც დღეში 90 კაცი დადის. ახალი მოთამაშის ჯერია, შეცვალეთ. ჯესი. ხოდა ეკიმს უთხარი. კარგი იქნება სხვისთან დასწრებით შარვალი ჩაგხადონ და ნემსი გაიკეთონ მეთქი? მერე სამაგიეროს კარგად გადაუხადე. ოთახიდან რომ გავიდა მთელი ერთი კოვზი ანტიდეპრესანტი ავლოკე. მეც მივდივარ ეკიმ კუპერთან. ყოველი შემთხვევისთვის ანტიდეპრესანტი თან იქონიე. ჩემი რიგი იყო. შენ მარიგმა ჩაიარა. კარგი რა, მათამაშეთო რომ სადაცაა დედაჩემი ჩემს სასაყვანად მოვა. აქ იმაზე რომ არ გეწეწუნა ეკიმ კუპერის კაბინეტში ცინგლები ჩამომივიდაო, იმასაც გაიგონებდი ნენსი რომ დაგიძახა. მე ცინგლები არ ჩამომსვლია. გაიგე? ეკიმ კუპერის კაბინეტში შენ იყავი? მეც რა ვთქვი ოთახიდან რა ნაცნობი ტირილის ხმა მესმის მეთქი. არ გამიკეთეთ ნემსი, გთხოვთ არ გამიკეთეთ ნემსი. ჯესი, ჩემო ბიჭუნა იჩქარე. უნივერმაღში ვარ წესასვლელი. დიდი ფასდაკლებად. შენი ზომის პიჟამა ორი ცალიღა დარჩათ. ახლავე დედა. ერთი დამარტყმევნეთ რა. იქამდე გზელი გზაა, ჩემო ბიჭუნა, ტუალეტში ხუმდა შეიქმნა და პისი-პისიც უნდა გააკეთო, არ და გავიწყდეს. პისი-პისი, დარწმუნებული ხარ, რომ ეს ბიჭების ტუალეტში უნდა გააკეთო? აბა კარგი დრო გაატარე უნივერმაღში, არ დაგავწყოს ფასდაკლება. ახლა შეწყდეთ ციცინი, რაკეჩემი ძეში თქვენზე პატარა ათოსუსტი. კარგი, უნდა წავიდეთ, ახლა მივდივართ. სანამ ამ პატარა ხულიგნებს კარგმანერებს არ ვასწავლებ და სარწავალ. თვითონ დაიწყო. რაღაცა რა მგონია. ჩემმა ჯესიმ კარგად იცის თუ რამეს დააშავებს, სახლში რომ მოვალ დაკოზე მოხვდება. ფასდაკლება, 80%-იანი ფასდაკლება. ამ ბავშვების დედა რომ დიღო, ავდგებოდი და ყველას პირს საფნით კარგად გამოვრეცხავდი. შენ რომ ასეთი რამ გაბედო, იცოდე ერთი კვირა პირი და მხოლოდ საფნის ბუშტებია მოგივა. არ გაჩერდა. აგზელებდა ლაპარაკს პატარა, სუსტი, გავტყიპავ პისი და... მე და მოხდა. დედაჩემიც ეგრე მეკითხებოდა ხოლმე, ქოთანზე გინდაო? მართლა? ხო, ოღონდ ჩემი მეგობრებისთან დასწრებით არა. თანაც მაშინ 3 წლისა ვიყავი. რას უყურებთ, ამოდი. არ მინდა ახლა ბავშვები დაიწყებენ. დარწმუნებული ვარ დგანან და ველოდებია. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს მათთან შეხვედრა. ღრმად ჩაისუნთქე და თავი მაღლა ასწიე. ვინიცის, ეს ჯესი მაკოის ბოლო ბედნიერი წუთებია. ნენსი, კარგი ამბავი მოგიტანე. ბიბლიოთეკაში ვიყავი და შესანიშნავი წიგნი აღმოვაჩინე მხატვრობაზე. ნახატებითაა სავსე, თუ გინდა პარკში დავსხდეთ და პროექტზე ვიმუშაოთ. პარკში? იქ ხომ არც მაცივარია და იქ ტუალეტში 90 კაცი საკუთარ ძაღლებთან ერთად დადის. არა, თავდაპირველად როგორც თქვით, ისე იქნება. შენ სახლში ვიმუშავებთ. პირად შეურაცხყოფად ნუ მიიღებ ჯორდანის სახლში რომ არ გეპატიჟება. ჯორდანის სახლში არ მეპატიჟება?
ჯორდანი შინ არავის ეპატიჟება. ალბათ ძალიან ღარიბია და რთხვენია, არ უნდა ვინმე საჩვენოს საცხოვრობს. ცუდია. ესე იგი მათი ვარშიც ბევრი არაფერი ექნება. ნახვამდის ბედნიერო წამებო. აი, სიცე მოდის. მადლობთ ზრუნვისთვის ჯესი. იცით ეს როგორ მსიამოვნებს მის გრეივს? წიგნების სახებაში მოგეხმაროთ? საუზმის ჩანთის? კარგი, შევთანხმდით. თქვენ ორჩაბათი და ხუთშაბათი აერჩეთ, მე კი დანარჩენ დღეებს ავირჩევ. ჯესი, რა შესაქმე? არაფერი, უბრალოდ თქვენი საუბარი სასადილოში მორგეობაზე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. განაგზეთ თუ შეიძლება? მოგვიანებით მოგინახულებთ. ბოდის მიხდი. არა უშავს, კლასში გნახავ, კარგი? შემოყვებით და ხელების საშრომს ჩაგირთავთ. მე მგონი თვითონაც გავართმევ თავს. ჰეი, პისუნია ბიჭო, როგორ ახარ? თავი დაანებეთ, ეგ ჩემი მეგობარია. ნუ გაუჭირეთ საქმე, ხომ იცით, სუსტია და პატარა. კონცერტი დამთავრებულია. არა, კონცერტი ახლა იწყება. მოდი კარგად მოვიქცეთ, თორემ ჯესის ჩხუბი მოუწევს და სახში რომ მივად ტაკუნაზე მოხვდება. კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ. თქვენ კიდევ 5 წუთი გაქვთ, რაც გინდათ ყველაფერი ამოთქვით, მე კი მოგისმენთ. ოღონდ მერე მეც აღარაფერს იტყვით და ამით მორჩება. შეთანხმდით? მე უკეთესი იდეა მაქვს. 5 წუთი ხმას არ ამოვიღებთ, მაგრამ მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება შენზე ვილაპარაკებთ. დამნიშნულობა აქვს საცხოვრობ. ჩემთვის სახლი 4 კედელია და მეტი არაფერი. მთავარია ტუალეტი იყოს სუფთა. აჰა. ეს შენი სახლისაკენ მიმავალი მოკლე გზა? არა, ეს უკვე ჩემი სახლია. ეს შენი სახლია? არა, ჩემი სახლი ის არის. აი ეს. ღვთის გულისთვის, მითხარი ტუალეტის ქაღალდში რატომ გაეხვიე? მე კი არ გავხვალ ვარ სკოლაში, ბიჭებმა შენი წყალობით გამახვიეს. არ გავიგე რა მითხარი? ტუალეტის ქაღალდში გახვევას ვინ ხარ დაეძებს? ეგ სულ არ მანდადებს, მთელი დღე დამცინოდნენ და მეტსახელებს ვეძახდნენ. ეს კი იმის გამო მოხდა, რაც შენ სათამაშო მოედანზე ილაპარაკე. ჯესი, ჩემო პატარა მამბატია. შევთვის პრობლემები შეგვდა არ მინდოდა. მაგრამ არა უშავს დედიკო ყველაფერს გამოასწორებს. რას აპირებ? რას ვაპირებ და თითოეული იმ ნადირალის მშობელს დავურეკავ და ვეთქვი, ჩემს საცოდავ ბიჭთანი დაანებოთ. პარე მაიღე და დიდი სამიზნე დამახატე ზურგზე. დამპირდი რომ არავის დაურეკავ გთხოვ. კარგი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ თითს მაინც დაგაკარებენ, ამას მთელი ცხოვრება ინანებენ. ჯერ არ მოიხსნა, სადაც ფოტო აპარატი? სულეთი უნდა გადაგიღო, იცით ის ეყვერელი ხარ. ვაუ, ჭიხვახუ. ლალამაზია ქაურობა. ეს სახლი იმხელა ბურთსაც გააგორებ. დედა ჩემი ამის უფლებას არ მაძლევს. ბურთით თამაში მხოლოდ სპორტდარბაზში შეიძლება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მის ჯორდან. მამა შენი მის ჯორდანს გეძახის? ეს მამა ჩემი არ არის. ჩვენი კარისკაცია. ბაქსტერ, გაიცანით, ეს ნენსია. ვაუ! კარისკაცმა გამიღიმა? სამხარის სად მოგართვათ, ვერანდაზე თუ აუზში? აუზში გეთაყვა. ღიაში თუ დახურულში? ღიაში? მზარეულს ვეტყვი, რამე მოამზადოს. ღია აუზი, დახურული აუზი. მე კი ჯგუაზე არ ვიყავი, მამა ჩემს სარდაფში პინგ-პონგის მაგიდა რომ დამიდგა. პირობა მომეცი რომ დანარჩენებს ჩემს სახლზე არაფერს მოუყვები. შენ ახლა ყველაფერი იცი, საცხოვრობ და როგორ. რატომ იატაკზე მხოლოდ 1-2 ნაკაწრია, მე რა მოხდა? არ მინდა იფიქრონ რომ ერთი ამპარტავანი და თითქულა გოგო ვარ. მივხვდი, თითქულა გოგოები არავის არ უყვარს. ვაუ, რა მაგარია. ეს ალბათ ძალიან ძვირი ღირს არა? ესეც ძვირი უნდა ღირდეს. ეს კი ყველაზე ძვირფასია. ბალეტიკოს შენსაგურის ქალს.
დებია, გაიცანით ეს ნენსია. მოგესალმებით, ნენსი. გაგიმარჯოთ. ძალიან მომწონს აქაურობა. შენი ოჯახის წევრებიც ძალიან მომწონს. როგორ მინდა შენს ადგილზე ვიყო. ჰეი, დედიკოს ბიჭუნა მოვიდა. რაო, პისუნია, როგორ ახარ, მოდი აქ. იცი, გუშინ ისე გაერთე ოთახიდან ოთახში სირბილით და ნივთების ღირებულების გარკვევით, რომ პროექტისათვის სურათის შერჩევა ვერც მოვასწარით. ესე იგი დღეს ისევ უნდა მოვიდეს სტუმრად. დღეს ოთხშაბათია? არა, გოლფზე არ წავალ, მე მგონი მოედანს არემონტებენ. კარგი, ოღონდ გუში როგორც მოიქეცე, ისე აღარ მოიქცე. კარგი, აღარ მოვიქცევი, უკვე ყველა აბაზანა დავათვალიერე. ხო და არ დაგავიწყდეს, რომ სხვებს ჩემს სახლზე არაფერი უთხრა. გეპიცები არ ვეტყვი. მართლა არ მინდა ვინმემ რამე გაიგოს. მერავინ ვერაფერს გაიგებს. იცით? მე ახალი მეგობარი გოგო მყავს. ოღონდ სახელს ვერ გეტყვით, ძალიან მდიდარია. ორ ქვეყანას იყიდის და კიდევ ერთი დიდი ბოულინგის მოედანის ფულით დარჩება. თუმცა რად უნდა? ერთი უკვე აქვს სარდაფში. ვაუ, ბოულინგის მოედანი აქვს, მაგარია. დანა ხელს გიჭრის. ჩანგალი თიჩი გჭხლებს. კოვზი კი მხოლოდ კეთილ საქმეებს ჭრեց. კოვზით მოურევ, გაზომავ, შეჭამ და ბოლოს ბორშის ტკბილწვენსაც კი მოსვამ. ასე მთავრდება ჩემი თემა. კეთილი. საკმაოდ საინტერესო იყო, პოლი. უნდა გითხრა დღემდე კოვზე ლექსი არ მომისმენია. კოვზე 1000-მდე ლექსი მაინც მექნება დაწერილი. კიდევ ერთ წაგიკითხავ, გინდა? დრო გასულა შენი დრო ამოიწურა. რა ნიშანი დამიწერეთ? თუ შეიძლება ნიშანი მითხარით რა. არ გამოვა, პოლი, შენი თემა ავსტრალიის შესახებ უნდა ყოფილიყო. შენ კი რა გვიამბე? მე სწორედ ავსტრალიის შესახებ ყვებოდი. ამ ხის კოვს რომ უყურებთ, ის ავსტრალიიდან ჩამოტანილი ევკალიპტის ხისგან არის დამზადებული. რატომღაც იმ ქვეყანაში კოვზის ნიჭიერი მდლელები არ აყავთ. ამის შემდეგ კოვზების შემოტანაზე დაწესებულ გადასახადებზე უნდა მესაუბრა. თქვენ კი არ დამაცალეთ. რა არის? ის თუმარი ყავს. Miss Graves, ჩესის მისტერ ბესერის კაბინეტში ეძახიან. შენთვის სურპრიზი უნდა იყოს, არა, პისუნია? სუდათ არის საქმე? უარესად. მე არაფერი დამიშავებია, ჩემი ბრალი არ არის თუ შეიძლება მე არაფერი დამიშავებია. დამშვიდი ჩემო ბიჭუნაო, შენ არაფერი დაგიშავებია, ჩვენ აქ იმაზე ვსაუბრობთ, რაც შენ დაგიშავეს. ჰა? მისტერ ბესერი დამპირდა, რომ ყველა იმ ბიჭს დასჭის, ვინც დაქცის და გაწვალებს. აბა გვარები მითხარი? არც კი ვიცი, რაზე მელაპარაკებით. არავინ არ დამცინის და არც მაწვალებს, ყველას ვუყვარვარ, არანაირი პრობლემა არ აქვს და საერთოდ. დედა შენმა მითხრა თურმე დედიკოს ბიჭუნას გეძახიან. მე რა, მიყვარს თუცა დედიკოს ბიჭუნას მეძახიან. და კიდევ პისუნიასაც. ზოგი რა სიტყვის, ზოგი რას, ამას ვინ აქცევს ყურადღებას? დავიგეთ ციგნიასაც გეძახიან. მე რა მოხდა, რა პრობლემაა? ტუალეტის ქაღალდში რო გაგახიეს? მე მომეწონა, მამა სულ საყვედურობს, რამდენ ტუალეტის ქაღალდს ხარჯავო. ახლა სახში იმდენი ტუალეტის ქაღალდი გვაქვს რომ. რაო, ტუალეტის ქაღალდი? მეც სახელების სახელი ერთი, საქმეა და სკოლის ქონების გაფლანგვა მეორე. სახში წამიყვანე რა, ძალიან გთხოვ შენთან ერთად წამიყვანე რა. ნუ ხელა, მისტერ ბესერი ყველას მოუვლის და კიდევ თუ ჩემს მიიკვნეთ. დამშვიდი, შენს პრობლემებს ბოლო მოეღო. ამას ვარჯიშს ეძახიან? რა სულელური კიბეებია. ჩემი მდიდარი მეგობრის სახლში ევროპულ ხელბურთს თამაშობთ ხოლმე. ანამერი ჩვენსკენა. მორჩა გუნდი შეიკრიბა, დავიწყე თამაში. მე ხო მინდა თამაში. შენ რამე გაიგონე? არა, შენ? არა. ჰეი, ბიჭებო! ჩემი არ გესმით, მე ვთქვი, ჰეი, ბიჭებო, მეთქი. მე ონკანის და ტუალეტის ჩარიცხვის ხმის გარდა არაფერი მესმის. არც მე, რომც მესმოდეს ხმას მაინც არ გავცემდი, თორემ დედამისი ისევ ჩაგვიშვებს. უკაცრავად არ არაობაო. ვაუ! ეს რა ღირს?
არ ვიცი, მოდი მუშაობა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს რა ღირს? ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. შეიძლება ახალი სურათი ავარჩიოთ. მე ვინ გიშლის არჩიე. ამ ლამასთან საცმელს რატომ არ იცვამ? არ გინდა რომ მოიძომო? არა, მაღაზიებში სიარული დედაჩემს უყვარს, მე მხოლოდ კომბინიზონებს ვიცვამ. კაბებს ჩვენს მოსამსახურეს ვაძლევ ხოლმე. დიატაკს თუ მოგიწმეთ იმ წითელ კაბებს მომცე? ახლა კმაყოფილი ხარ? თელი სკოლა იგნორირებას მიკეთებს, ყველა ფიქრობს რომ ჩემს გამო მაგრად მოხდება. თავი უჩინარი მგონია ერთი ბავში სასადილოში ზედ დამაჯდავით ვერ შემამჩნია. რა? ვიღაც უზგავდა ჩემს ბიჭუნასა დაждდება როგორ გამედა? არა, საკმარისია რაც გააკეთე. მაგრამ ვერავითარ როცა ჩემს ბიჭს რაღაცას ტკენენ. მე არაფერი მტკენია, კარგად ვერ ხედავ. დამპირდი რომ მისტერ ბესერს მეც აღარაფერს ეტყვი. კარგი. თუ გინდა, შენს ფოტოებს გაჩვენებ. ტუალეტის ქაღალდში რომ ხარ გახვეული, ნათესავებისთვისაც დაობეჭდე. არა, ამის გაჩერება შეუძლებელია. ნენსი, კარგი რა. ყველა სურათი დამიწუნე, რაც კი შევარჩიე. თუ ხარ, ალბათ ხვალაც მომიწევს მოსვლა. სურათი დღესვე უნდა შევარჩიოთ. აი ხვალ. აი ეს შესანიშნავი სურათია. ამ სურათს ქვია სევდიანი კაცი პურის ყანაში. არა, არ მომწონს. მოცინარი უსახო ბიჭი. არა მგონია. აი ეს როგორ მოგწონს? ეს სურათი რაღაც მეცნობა. არა, ეს არა. ასეთი წუნია თუ ხარ პროექტისათვის სურათს ვერასოდეს შევარჩევთ. მე ვიზამრა თუ შეიძლება. კარგი. მადლობ ბერტა. გასაშინელება როცა ვერავინ გამჩნევს, მაგას ჯობია ტუალეტის ქაღალდში გაგახვიოთ. ჯობია მდიდარი იყო, ყველას $50 გადავუხდი და იცი რა კარგად მოგექცევიან. შენს გარდა არავინ მელაპარაკება, შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ. მე შენ საბავშვო ბაღიდან გიცნობ, ჩვენ ბოლომდე მეგობრები ვიქნებით, ვერაფერი. გაიწიე, უკვე სკოლასთან ვართ, არ მინდა ვინმე შენთან ერთად დამინახოს. გამარჯობა. შენ მე მელაპარაკები? ხედავ? გინდა გაკვეთილების შემდეგ ჩვენთან წავიდეთ და ვიდეოს ვუყუროთ, აბარა? ჯესი, გინდა კვირას სათამაშო ავტომატების კლუბში წავიდეთ? მე? რა თქმა უნდა. ჯეს, ბოულინგზე ჩვენთან ერთად წამოვალ? მაგარია, როდის? სამშაბათისთვის შევუთანხმდე? სამშაბათს გინდა? თქვენ ნავით ეცნობაზე შევთანხმდებით, თანაც პიკნიკს მოუწყობთ. ჯესის თევზი არ უყვარს და ჯობია ეცნობის დროს არ შეიძლება ხშირად გაიღიმო და იცინო, თორემ დედა, გეყოფა! შენ ხომ გიყვარს გორგოლაჭები წრიალი, ესე რა, ჯოი? ოთხარი მუხლების დამცავი საფენები ჩვენთვისაც წამოიღოს და ის ველოსიპედით ზედ რომ არ ავისვავს. ახალი კაბა არ დამიჭმუჭნოთ. როგორც უკვე გითხარით, ეს კაბა ჩემმა საოცრად მდიდარმა მეგობარმა მაჩუკა. ეტიკეტის მოძრობა დამავიწყდა. $150. მითომ ძალიან მაინტერესებს. თუ გინდათ ჩემთან წამოდით და ჩემს ახალ კოსტიუმს გაჩვენებთ იახტაზე ჩასაცმელს. მე ამცალია თილისთან მივდივარ. მეც ჩემთან წამოხვალ, შენს ნაჩუქარ ტანსაცმელებს გაჩვენებ. გასაგებია. გინდა შენთან წამოვიდე და პროექტზე ვიმუშაოთ. თუ გინდა ღამითაც დავრჩები. რას ფიქრობ, ბაქსტერი დილით სკოლაში მანქანით ვერ მიგვიყვანს? ძალიან მომშივდა. ფრანსუაზას არ ეტყვი ყუმელში გამოყვანილი მოლუსკები მოგვართვას? თუ ხარ ნენსი, მაგრამ მეც დილისთან მივდივარ. ეტყობა თილის ჩემი დაპატიჟება დაავიწყდა. ნეტა ბრად ჩავიცვა. ნენსი, თილის შენი დაპატიჟება არ დავიწყებია. არა, უბრალოდ გოგოებს მობეზრდა, სულ შენი მდიდარი მეგობრით რომ ტრაბახობ. მე არ ტრაბახობდი, ვყვებოდი. ტრაბახს უფრო გავდა. ამიტომაც არ მიმყავს სახლში არავინ. არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა რომ ქედმაღალი ვარ. თუ ხარ ნენსი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. არა უშავს, მე წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ იყო. კარგად იყავი, გაერთე. თუ ხარ ამ ჯორდანის სახლში არ არის? არა უშავს, ეტყობა მე უფრო მონდომებული ვარ, მალე დავწერო პროექტი ვიდრე ჯორდანი. სადა ვარ?
სამწუხარო რომ ლოდინი მოგიწევს. რას ვიზამ? ნეტო ბაქსტერმა საცურაო აუზის გამათბობლები ჩართო? ო, ფრჩხილები ისევ გასასუფთავებელი მქონია. Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids.